მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს გიორგი მდივანი. გიორგი, მოგესალმები. მოგესალმებით ნიკოლოზ, მივესალმები მაყურებელს. დიდი მადლობა გიორგი, რომ დრო გამონახეთ. ვიცით, რომ თქვენ საინტერესო პროექტებში ხართ დაკავებული და მაგრამ ამ ესე ვთქვათ უიკენდზე გამონახეთ დრო და ჩამერთეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რამეები ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ცენტრალურ ამერიკაში, ვენესუელასთან დაკავშირებით სულ თქვენთან საუბარი. და რა სიტყვით ამ მოვლენასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე? მნიშვნელოვანი ალბათ კიდევ ისიც, რომ ნორიეგას დაპატიმრებასთან არის ასოცირებული 35 წლის წინ მსგავსი რამ მოხდა, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მათმა სპეცსამსახურებმა მსგავსი მეთოდით გამოიყვანეს ნორიეგა და აი გავიდა გარკვეული პერიოდი და პანამიდან კი. და გამოიყვანეს ნორიეგა და ეხლა მსგავსი რამ მოხდა, თითქოს წესები უნდა შეცვლილიყო, მაგრამ როგორც ბევრი პოლიტიკური მიმოხილველი ამბობს, რომ საერთაშორისო წესრიგი და საერთაშორისო წესები მოითხოვს გადახედვას. როგორც ჩანს, ამასთან გვაქვს საქმე. გისმენთ გიორგი და მე საუბრის ყვალდაკვალ საინტერესო კითხვებს ჩაგერთვებით ხოლმე. გისმენთ. მართლაც და საინტერესოდ დაიწყო ახალი წელი, თუმცა არაფერი სიახლე ამაში არ იყო, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაცია, ასე ვთქვათ, ინტერვენცია განახორციელა ვენესუელაში, იმიტომ რომ ეს იყო საკმაოდ პროგნოზირებადი. ამისკენ მიდიოდა შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, ეს იმ საკითხთაგანი არის შეერთებულ შტატებში, სადაც და რაზეც არსებობს მყარი ორპარტიული კონსენსუსი, გულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ სამხრეთ ამერიკა, ლათინური ამერიკა და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს ვენესუელაზე და ვენესუელაში არსებული სასარგებლო წიაღისეული იყო ამერიკული არა მარტო პოლიტიკური კლასის, არამედ აი ტრანსნაციონალური კორპორაციების, იგივე გარკვეულწილად იმ ძალების, ვინც დგანან და აი ამ პოლიტიკური კლასის უკან, ვინც მათ აფინანსებენ, ვინც მათ ალაპარაკებს და ვის ინტერესებსაც ეს პოლიტიკური კლასი გამოხატავს, აი ამათი სანატრელი ლუკმა იყო დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ ვენესუელას აქვს დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგები ნავთობისა და ვენესუელა არის ახლოს, საკმაოდ ახლოს არის შეერთებულ შტატებთან და ეს ლოჯისტიკურადაც საკმაოდ მომგებიანი იქნება შეერთებული შტატებისთვისაც და ასევე ზოგადად მათი გადმოსახედიდან ლათინური ამერიკის, სამხრეთ ამერიკის დასამორჩილებათაც ასე ვთქვათ, საინტერესო სპეცოპერაცია იყო და ამისკენ მიდიოდა ყველაფერი. რამდენი გადატრიალების მცდელობა ვნახეთ ჩვენ ვენესუელაში უგო ჩავესიდან დაწყებული დღემდე. გვახსოვს ჩვენ გუაიდო, გახსოვთ ესეთი საინტერესო პერსონაჟი, ერთგვარი, ასე იგი, ბელარუსის სხვათა შორის იყო ევგენია წიხანოვსკაია და ვენესუელაში ყავდათ გუაიდო, რომელიც ესე იგი ეგრეთ წოდებული ნამესნიკი იყო შეერთებული შტატებისა და მათ სურდათ მისი გაყვანა რამდენიმე წლის წინ და დანიშნა პრეზიდენტად, მაგრამ არ გამოუვიდათ, ეს ოპერაცია ჩავარდა. გუაიდო არ მიიღო ხალხმა და იქ ისეთი საინტერესო კადრები იყო აეროპორტში, კარაკასის აეროპორტში თუ არ ვცდები, როდესაც მას სილა უთავაზეს გაულაწუნეს თვითონ ვენესუელელებმა და მოვედით დღემდე, აი ამ ომამდე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი აზრით სამხედრო ოპერაცია, ეს ცდება სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობას, ეს უფრო არის იმპერიალისტური ომი, საკმაოდ დიდი, შორს მიმავალი
გეოპოლიტიკური მიზნებით. მარინა მაჩადოც არის ეს პერსონაჟი, ქალბატონი, ვენესუელური ოპოზიციის ლიდერი, რომელსაც შარშან მიანიჭეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ნობელის პრემია მიანიჭეს ქალბატონს მშვიდობის დარგში, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს დაიწყოს სრულმასშტაბიანი ომი მის საკუთარ ქვეყანაში და ხელში ჩაეგდო საკუთარი ქვეყნის არა მარტო ენერგორესურსები, არამედ სრულად სასარგებლო წიაღისეული და მე ზუსტად დღეს უყურე მის ჩანაწერს, როდესაც ის ამერიკელებს მიმართავს და პირდაპირ ესე იგი თითქოს აუქციონზე გამოაქვს გასაყიდად საკუთარი ქვეყანა და აი პირდაპირ თავაზობს 1.7 ტრილიონი ღირებულებების აქტივები გვაქვს, ხო? და არ არისო მარტო ნავთობი, გაზი, არ თუნდა სოფრო, აქ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული მინერალებიც, რაზეც ტრამპის ადმინისტრაციას ნადირობა გამოცხადებული, იმიტომ რომ სურს რაღაცნაირად აი ამ ტექნოლოგიურ ბოლაში დაიწიოს და გადაუსწროს ჩინეთს, რაც საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ამის დიდი სურვილი აქვს და ეს კრიტიკული მინერალებიც არის დამატებითი მოტივატორი ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ეს ქალბატონი აი ესეთი აღტკინებით, ისეთი სიხარულით მოუხმობს ამერიკელებს, რომ დაეწყოთ ეს სამხედრო ოპერაცია ომი საკუთარ ქვეყანაში და თანო თქვენ ადგინდათო ეს ყველაფერიო, რა დაივიწყეთო თქვენო საუდის არაბეთიო და იქაური ნავთობიო, აქ გექნებათ იდეალური პირობებიო. ყველაფერს სახელმწიფო არაფერში აღარ ჩაერევო. აი პირდაპირ ამბობს ეს იგუგლება ძალიან მარტივად მარინა მაჩადოს ეს სიტყვა. დაივიწყებთო საერთოდ საუდის არაბეთის ნავთობს და ჩვენთანო ყველანაირი კარტ ბლანში გექნებათ თქვენო, თან საკმაოდ ახლოს არის ტერიტორიულად თუ შემოვიდგნენო ეს ამერიკული ნავთობ კომპანიები, ტრანსნაციონალური კორპორაციები და ერთი სიტყვით ჩვენ ვიქნებით თქვენი უკანა ეზო და აი ამ ქალბატონს მიანი, რომელიც პირდაპირ ესე იგი საომარ მოქმედებას და იმას თავი დავანებოთ, რომ ეს არის ტიპიური კომპრადორული ელიტის წარმომადგენელი, აი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი ქვეყნით ვაჭრობს, ხო? და რაღაცით შეიძლება მსგავსებაც დავიჭიროთ ჩვენ იგივე ქალბატონ ზურაბიშვილთან და იგივე წიხანოვსკაიასთან და ასე შემდეგ. აი ესე მოუხმობთ ამას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ისიც გავათვალისწინებიეროთ, რომ ნობელის პრემიას უკვე და მთლიანად აი საერთაშორისო ინსტიტუტები აი ამ ერთობლივ deep state-ის კამპანიაში არიან ჩაბმულები, რომელთა მიზანი არ არის მართლა მშვიდობის მხარდაჭერა და თუნდაც იქ ლიტერატურაშიც უკვე აღარ აძლევენ, ხო? წერლობის გამო და შესაბამისი ნიჭის გამო პრემიას პოლიტიკური ნიშნით. აი ეს ერთიან სურათში უნდა წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ვენესუელას, რაც არ უნდა ბევრი პრობლემა ყოფილიყო დაგროვებული უშუალოდ ვენესუელაში, რაც არ უნდა ბევრი ბრალდება წაეყენებინათ მადუროსთვის, რამდენადაც არ უნდა ყოფილიყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო მადუროს მმართველობით და ასე შემდეგ, თუნდაც გარკვეული ეკონომიკური პრობლემებით, არავის ზოგადად არ აქვს იმის უფლება, რომ აი ესე უხეშად ყოველგვარი პასუხის გარეშე დააბრუნოს საერთაშორისო წესრიგი და მეკობრული გზით გაიტაცოს ქვეყნის პრეზიდენტი. აი წარმოიდგინეთ და მისი მეუღლე. მეკობრული გზით გაიტაცეს ქვეყნის პრეზიდენტი, ფაქტიურად ყავთ დატყვევებული ესეთი ანალოგის მოძებნა ახლა უშუალოდ უახლეს ისტორიაში ბოლო 10-20 წელს გულისხმობ, მე გამიჭირდება და ესე იგი უნდა გაასამართლონ ამერიკული კანონმდებლობით. და რა მთავარი რა არის ახლა ამ ყველაფერში? ტრამპს მთავარი რაღაც არ უნდა დაუკარგოთ. მისი გულწრფელობა წინა ან პოლიტიკა შეერთებული შტატების დიდად ანუ არ იცვლება კონცენტრაცია დასავლეთ ნახევარსფეროზე და მონროს დოქტრინაზე, რაც მათ განახლებულ უსაფრთხოების დოქტრინაშიც იყო. თუმცა ამაზე შეგვიძლია ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, დაუბრუნდეთ ამ თემას, მაგრამ ზოგადად არ იცვლება
მიდგომები, მაგრამ იცვლება თვითონ ტრამპის ადმინისტრაციის გულწრფელობა, რომელიც პირდაპირ ტრამპი თავისი პირით ამბობს, რომ ვენესუელამ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი ნავთობი უკან. წარმოიდგინეთ. თუ მაგალითად კუვეიტში შეჭრის დროს, ხო? სხვათა შორის კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, ჩვენ რო ავიღოთ და გადავავლოთ თვალი მსოფლიოს ქვეყნების ტოპ 10-ს, იმ ქვეყნებს, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე დიდი ნავთობის რესურსები, აქ არის, ესე იგი, პირველ ადგილზე, როგორც უკვე აღნიშნეთ, ვენესუელა, საუდის არაბეთი, ერაყი, ირანი, ლიბია, გაერთიანებული საამიროები, კუვეიტი და ასე შემდეგ. აი ეს 10-ული რო ავიღოთ მარტივად. 5 ქვეყანაში შეერთებულმა შტატებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში განახორციელა პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია, პირდაპირ სამხედრო აგრესია. ანუ ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. უბრალოდ ადრე თუ დაუშვათ დონალდ რამსველდი, ბუში და სხვა ლიდერები რაღაცა დემოკრატიული ფასეულობების ბრენდინგის ქვეშ ასე ვთქვათ, ყიდდნენ აი ამ აგრესიულ ომებს, ტრამპი ამას აღარ მალავს, რომ აქ ჩვენ ვართ ყველაფრის ბატონ პატრონიო სამხრეთ ამერიკაშიო და ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნებაო. მე აქვე გამახსენდა ასევე ამ მოვლენების დროს 2019 წელს თქვენ თუ გახსოვთ, იყო ესეთი ბოლივიელი პოლიტიკური ლიდერი, ნამდვილად თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, ევო მორალეს, ბოლივიის პრეზიდენტი. 3 ვადით თუ არ ვცდები, რომელმაც დიდი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები ჩაატარა საკუთარ ქვეყანაში, მართლაც ბოლივია იყო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში და აი მისი ამ მემარცხენე პოლიტიკოსი იყო, სოციალისტი იყო და მისი აი ამ ასე ვთქვათ, მემარცხენე პოლიტიკის წყალობით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ბოლივიამ. ეს აღნიშნულია თვითონ სავალუტო ფონდის სოფლიო ბანკის ანგარიშებშიც კი, რომლებიც ძალიან კრიტიკულად უყურებდნენ მის მმართველობას და მათ შიშიავთ ესეთი მემარცხენე ტიპის მმართველები ზოგადად. და ისინიც კი აღიარებდნენ, რომ ძალიან შეამცირა სიღარიბე, სოციალური ხარჯები გაზარდა ასე გაიზარდა რეკორდულად წერა-კითხვის გავრცელება ქვეყანაში, მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და ძალიან ესეთი კონცეპტუალური რეფორმები გაატარა და შედეგი დაიდო, მოკლედ. და აი ესეთი თან ევო მორალის კიდე იმითაც იყო ცნობილი, რომ მე მგონი ერთადერთი ლიდერი იყო სამხრეთ ამერიკული ქვეყნებისა, რომელიც იყო ეთნიკურად ინდიელი და აი ადგილობრივი, ასე ვთქვათ, მკვიდრი ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელი, ხო, ესეც მნიშვნელოვანი იყო. 2019 წელს აი მორალეს მოუწყვეს გადატრიალება, ну ვის მიერ იქნებოდა ეს გადატრიალება ორგანიზებული და განხორციელებული, მე მგონი ჩვენი მაყურებელი თავისით მიხვდება. და მაშინ ილონ მასკმა დატვიტა ესეთი საინტერესო ფრაზა, რომ we will cap whoever we want, deal with that. ანუ ჩვენ გადატრიალებას მოვაწყობთ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მოგვეპრიანებაო და ეს ამას უნდა შეეგუოთო რა. აი ეს მნიშვნელოვანი. ეხლა ბოლივიას ისევე როგორც მე სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მდიდარი ესეთი სასარგებლო წიაღისეული და შემდგომ უკვე გაცხადდა შეერთებული შტატების ინტერესი აი ამ ბოლივიური კრიტიკული მინერალების მიმართ. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ვენესუელას. ვენესუელა ძალიან დიდი მარაგების ქვეყანა, არა მხოლოდ ნავთობით, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით არის იგივე ოქროც, დიდი რაოდენობით არის გაზიც, ლითიუმიც, სხვა კრიტიკული მინერალებიც და აი ამ ასე ვთქვათ, ომით შეერთებულ შტატებს სურს დაიქვემდებაროს ლათინური ამერიკა სრულად ეს პირველი და მეორე მოარღვიოს სამხრეთ ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობა, ჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან, რომელიც დაფუძნებული იყო თანასწორობაზე. აი ეს ბევრს აუწყდება და არ აღნიშნავენ ხოლმე, იმიტომ რომ ჩინეთს ქონდა თავისი ინტერესები, ადგილობრივ ქვეყნებს თავისი ინტერესები და ესეთი მოცემულობა შეიქმნა დღესდღეობით
რომ ჩინეთი არის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი სამხრეთ ამერიკის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის 90%-ზე მეტისა მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. როდესაც სულ რაღაც 20 წლის წინ 2000 წელს ეს შეერთებული შტატები იყო მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ანუ ჩინეთმა ამ 20 წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო გასწია. ეხლა რა ხდება აქ ვენესუელაში მოხდა უგო ჩავესის დროს. უგო ჩავესის დროს მოხდა ამ ნავთობის და ზოგადად სასარგებლო წიაღისეულით დაკავებული ამ საქმიანობის ნაციონალიზაცია და სახელმწიფო ეს პრინციპში დაიქვემდებარა. აქ პრინციპში არაფერი და ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს აქვს ეს დაქვემდებარებული, ხო? იგივე თუნდაც საუდის არაბეთში და ასე შემდეგ. უბრალოდ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ უგო ჩავესი იყო მემარცხენე სოციალისტი და პირველ ვადაში სხვათა შორის გარკვეულ წარმატებებს მიაღწია კიდევაც. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანა მოაქცია აბსოლუტურ ბლოკადაში, გულისხმობ ვენესუელას. ისევე როგორც იქამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე მოაქცია ბლოკადაში, უსამართლო ბლოკადაში კუბა, რომელიც აი ეს უსამართლო ბლოკადა დღემდე გრძელდება სხვათა შორის. და შეერთებულ შტატებს სურს არა მარტო ვენესუელას შემდეგ იქნება მცდელობები ასევე კუბაზე ცვლილება განხორციელდეს ცვლილება ბწყალებში, ეს ცვლილება არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ ინტერვენცია, გადატრიალება და ასევე ნიკარაგუაშიც. იქვე ყავს ჩვენ ლულუ და სილვა, ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელთანაც ტრამპს ძალიან დაზაბული ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ მისი მეგობარი და მისი მოკავშირე ბოლსონარო არის ესე ვთქვათ გამოძიების ობიექტი და იქ მის დაკავებულია მე როგორც ვიცი. კი ბატონო, დაკავებულია და ბევრი საქმეა მის წინააღმდეგ და ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოლუმბიაშიც არის მემარცხენე მთავრობა. და ტრამპი ხანდახან აპელირებდა იმაზე, რომ ესე იგი თურმე ვენესუელა ნარკო დანაშაულით არის დაკავებული და თურმე ნარკოტიკების გადაზიდვით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ყოველ მეორე სიტყვაში ის თვითონ მერე ეწინააღმდეგებოდა ტრამპი თავის თავს და ამბობდა, რომ ეს ჩვენი სამიზნე ის არის, იქ არის ნავთობი, მაგრამ ნავთობი არის დიდი სამიზნე, მაგრამ თავარი სამიზნე სამხრეთ ამერიკაში იქნება თუ აღმოსავლეთ აზიაში მაინც არის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი. და აი ჩვენ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი უკეთესად რომ გავიგოთ მთელი ეს იმპერიალისტური ომები, სავაჭრო ომები და ასე შემდეგ. რაშიც ჯერჯერობით ტრამპმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ვერც ჩინეთთან გამოცხადებული სავაჭრო ომით, ვერც აი იგივე ლათინურ ამერიკაში ამ სამხედრო ოპერაციამდე და რეიტინგზეც აისახა, ხო, ტრამპის რეიტინგი აი ამ ვენესუელაში შეჭრამდე იყო საკმაოდ დაბალ დონეზე, მე მგონი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეზე. ამიტომ აი სამხრეთ ამერიკის სრულად დამორჩილება არის ტაქტიკური მიზანი შეერთებული შტატებისა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს ჩანს ძალიან ბევრი მომენტიდან გამომდინარე. ეს ჩანს პირველ რიგში შეერთებული შტატების განახლებული დოქტრინით, უსაფრთხოების დოქტრინით, სადაც პირდაპირ წერია სიტყვით რომ დაბრუნდა, ესე იგი, მონროს დოქტრინის დრო და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის ბატონ პატრონი დასავლეთ ნახევარსფეროში. ანუ შეერთებული შტატები ოფიციალურად, ანუ ესეთი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკაში იყო დიდ მოთამაშეებს, სუპერ სახელმწიფოებს, თუნდაც რეგიონალურ სახელმწიფოებს ყოველთვის ჰქონდათ და არაფერი სიახლე და რევოლუციური ამაში არ თქმულა, მაგრამ ერთია ფორმალურად რო არის მსგავსი დამოკიდებულება და მეორეა უკვე
ეს დოკუმენტებშიც რო აისახება, ანუ პირდაპირ, ანუ სიტყვიერ რიტორიკულ დონეზეც მაინც არ ხდება რაღაც დემოკრატიონობას თამაში, მაგალითად და უკვე ეს ყველაფერი ოფიციალურად ფიქსირდება, რომ ესე იგი ლათინური ამერიკა არის შეერთებული შტატების უკანა ეზო. ხო, ამას თანდახან ხუმრობით დონოროს დოქტრინასაც ეძახიან და ასე შემდეგ. ასევე ეს არ დაწყებულა აი ამ ტრამპის მეორე ვადით. ისეს უნდა დავიმახსოვროთ. ეს დაიწყო ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას. მაშინ ყავდა მას ესეთი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, თუ გახსოვთ, რომელიც იქამდე იყო ასევე ექსონის CEO და მთელი აი ეს ნავთობკომპანიების ინტერესები, მათი მადა დგას აი ამ პროცესების უკან. ასევე მეორე მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ ყველაფრის არის მარკო რუბიო, მისი პერსონა, რომელიც დღესდღეობით ფორმალურად შეერთებულ შტატებში არის მეორე ადამიანი, ხო? პოლიტიკურ ძალაუფლებას თუ მივიღებთ მხედველობაში. სახელმწიფო მდივანია, ну, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ ფართო გაგება. მაგრამ კიდევ საინტერესო ამ ყველაფერში ისაა, რომ მარკო რუბიო არის შეერთებული შტატების ისტორიაში მეორე ადამიანი, რომელიც ერთდროულად იკავებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას და მრჩეველის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამხელა ძალაუფლება შეერთებულ შტატებში ჰენრი კისინჯერის შემდგომ არავის არ ქონია. ეს პირდაპირ თავიდანვე მიანიშნებდა მარკო რუბიო, რომელიც არის ნეოკონსერვატორი, ვორჰოუკი, როგორც თვითონ ამერიკელები ეძახიან და ასე ვთქვათ, აი ამ საომარი პოლიტიკის გამტარებელი, რომელმაც საკუთარი კარიერის ძალიან დიდი ნაწილი მიუძღვნა ლათინური ამერიკის ქვეყნებს და იმას, რომ შეერთებულ შტატებს მოეხდინა აი ამ ლათინურ ამერიკაზე მაქსიმალურად ძიმე ძალის გამოყენება და მათი სრულად დამორჩილება და ის არც მალავდა. ის წინა ვადით პრეზიდენტობის დროსაც, მაშინ ფლორიდის გუბერნატორი იყო და მოიაზრებოდა შემდგომ პრეზიდენტობის კანდიდატადაც. ის აქტიურად, ასე ვთქვათ, ურჩევდა ტრამპს, რომ მოეხდინა მაშინ ვენესუელაში ინტერვენცია, რაც მაშინ ვერ შედგა. მაგრამ ეხლა როგორც ჩანს, სიტუაცია ამისთვის უფრო მომწიფდა იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტია გაჩაღებული. თვითონ რუბიო ვინ არის? თვითონ რუბიო არის, ასე ვთქვათ, იმიგრანტი კუბიდან, ის კი იძახის, რომ მისი მშობლები კასტროს რეჟიმის მსხვერპლნი არიან ბჭყალებში, მაგრამ რო გადავამოწმოთ, აღმოვაჩენთ, რომ მე მგონი კუბის რევოლუციამდე მოახდინა ემიგრაცია მისმა ოჯახმა და შესაბამისად ესეთი ნეოკონსერვატორის, ესეთი აგრესიულად განწყობილი პოლიტიკოსის აი ეს მეორე პლანზე წამოყენება, ეს უკვე თავიდანვე ნიშნავდა იმას, რომ შეერთებული შტატები ამისკენ მიდიოდა დიდი ხნის განმავლობაში და ამისთვის ემზადებოდა. ის რომ თვითონ რუბიომ ბევრი ისეთ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ აი ეს ერთ პოლარული სამყარო დამთავრდა და ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, რომ ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ეხლა ჩვენი ძალისხმევის კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ არა მაგალითად უკრაინაზე და არა რაღაც 10,000 კილომეტრის დაშორებაზე მდებარე ქვეყნებზე, არამედ აი ჩვენ სამეზობლოში დაუბრუნდეთ მონროს დოქტრინას და ყველგან დავაწესოთ ჩვენი წესრიგი. შეიპყრეს ეხლა ეს მადურო და ტრამპი გამოდის პრესკონფერენციაზე და პირდაპირ ამბობს სიტყვით, რომ ჩვენ უნდა ვმართოთ აი ამ გარდამავალ პერიოდში ვენესუელაო და ჩვენ გავაკონტროლებთ ყველაფერსო, არა მარტო იგივე ნავთობს, არამედ ზოგადად როგორც ეკონომიკასო, ისე პოლიტიკურ პროცესებს. გარემართველობაზე გადაყავთ ქვეყანა, ესე გამოვიდა. ხო, აი ეს არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ნეოკოლონიალური, ეს უკვე ნეოკოლონიალიზმის აღარ არის, ხო? ნეოკოლონიალიზმი იყო რაღაცა 1-2 საუკუნის წინ. ეს არის პირდაპირ იმის დასტური, რომ დღესდღეობით არანაირი ელემენტარული ნორმაც კი აღარ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში და
ესე ვთქვათ, ძალა აღმარს ხნავს და ყველა შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება და რისი ძალაც აქვს მას და აი ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ დღესდღეობით უფლება არ არსებობს ცალკე აღებული. უფლება აქვს მას, ვისაც გააჩნია ძალა. ძალა გააჩნია შეერთებულ შტატებს, რომ შეიჭრას ვენესუელაში იზავს ამას. ძალა გააჩნია, რომ იგივე კოლუმბიაშიც არიოს სიტუაცია გადატრიალება მოვაწყოს ან სამხედრო ოპერაცია და იზავს ამას. ანუ დღესდღეობით საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო წესრიგი არის სრულად განადგურებული, სრულად, რაც დაწყებულია დიდი ხნის წინ, 90-იან წლებში ნატოს აგრესიული დაბომბვით, რაც იუგოსლავიაში მოხდა, აი მაშინ იყო ეს პირველი დემონტაჟი და იმის შემდგომ ყველაფერი წავიდა აღმავალი გზით და დღესდღეობით ოფიციალურად აი დავწერე კიდევაც, ესე იგი აი როგორც აი კრიმინალური კარტელების, კრიმინალური ბანდების გარჩევისას რა პრინციპებითაც მოქმედებენ, აი ანალოგიური სიტუაციაა მსოფლიო პოლიტიკაში და აი ეს დავარცხნილი ხალხტუხით გამოწყობილი ხალხი რო გამოდის, ეს არ ნიშნავს არაფერს. ისინი იგივე ხანდახან ბევრად უფრო სასტიკი მეთოდებით და ბევრად უფრო მსხვერპლიანი მეთოდებით ახორციელებენ ამ თავის პოლიტიკას. გაერო დღესდღეობით არის აბსოლუტურად უფუნქციო, ვერაფერს ვეღარ აჩერებს გაერო და უკვე სადამკვირვებლო ორგანიზაციაც აღარ ეთქმის გაეროს. ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი დღესდღეობით არსებობს რა? ეს არის ატომური იარაღი. ის ქვეყნები, ვისაც გააჩნია ატომური იარაღი, მეტნაკლებად შეიძლება უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. დანარჩენი ყველა ქვეყანა არის სხვადასხვა დოზით, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მოწყვლადი. და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის სრული გაუკითხაობა, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ტურბულენტობის ფაზაში და აი უკვე ევროპელი ლიდერებიც კი აღარ გმობენ იმას, რაც დაუშვა ტრამპმა გააკეთა. ხო, აი ერთეული გამონაკლისების გარდა იგივე ჯერემი კორბინმა, რომელიც ლეიბორისტების ლიდერი იყო ბრიტანეთში, მარინ ლეპენმაც ისეთი განცხადება გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ ის მემარჯვენეა, რა თქმა უნდა, მემარცხენე მადურომ მას არ ეპირნავება და მისი ესე ვთქვათ, იქ რო კომუნისტური რეჟიმიაო, ისაო, ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ მაინც აი ეს ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანიო და მე პრინციპში გამიკვირდა კიდევაც, იმიტომ რომ ეს რადიკალურად გამორჩეული მემარჯვენე ლიდერები ყველა ასე ვთქვათ, ტარს უკრავენ ტრამპს. თუმცა ფიცომაც ორაზროვანი განცხადება გააკეთა და საკმაოდ გამბედაო. Ursula von der Leyen და Kaja Kallas's განცხადება იყო ფაქტობრივად იგნორირება, გაატარეს რა, რომ კი ბატონო, Ursula von der Leyen-ის და Kaja Kallas-ის განცხადება, ხო, ნუ ახლა Ursula von der Leyen-მა თვითონაც კარგად იგემა ტრამპის ძალისხმევა და ტრამპის ძალა, როდესაც ევროკავშირის გააფორმებინა დამამცირებელი სავაჭრო ხელშეკრულება. პრინციპში ეს მეორე ესეთი წარმატება იყო, ხო, ტრამპის სხვა ფრონტზე მან ვერც ჩინეთთან, ვერც ინდოეთთან, ვერც რუსეთთან ისეთ ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია და დაამცირა ევროკავშირი, კი ბატონო, ამას არავინ არ უარყოფს და აი ხა აი ამ სამხედრო ოპერაციით და იმით რომ მეტნაკლებად დიდი მსხვერპლი არ იყო, თუმცა 40 ადამიანი დაიღუპა ეს ვენესუელაში უშუალოდ, იქ იყვნენ როგორც სამხედროები, დაღუპულები და ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც და აი ესეთი მოცემულობა გვაქვს. და საკმაოდ გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ რა მინდა კიდე რომ თქვა, რომ ის არის რომ აი ჩვენ ეს ცალკე აღებული ეს ვენესუელაში განხორციელებული რაღაცა ეს სამხედრო აგრესია ცალკე განცალკევებულად არ უნდა გავაანალიზოთ, ანუ თლიანად უნდა გავაანალიზოთ ეს სურათი და თლიანი სურათი არის ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს მთელი თავისი ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური, მაგრამ უკვე არ დიპლომატიაზეა საუბარი, ძალისხმევის კონცენტრირება დასავლეთ ნახევარსფეროზე, იმიტომ რომ მას წყალი შეუდგა მის სამეზობლოში, ხომ? და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რაღაცნაირად, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი
უკვე წარსული თავისი დაკარგული დომინაცია დაიბრუნოს მსოფლიო არენაზე. იმიტომ რომ ის წინა ლიბერალური პროექტი ჩავარდა ძალიან დიდი ხარჯებით და ზიანით და ეს არის ერთგვარი შემოbrunება, მაგრამ ჩემი აზრით ეს მაინც ვერ იქნება საბოლოო ჯამში წარმატებული. გიორგი, რას ფიქრობ? მე როგორც ვიცი 300 მილიარდ ბარელზე არის საუბარი. მიახლოებით ესეა? თუ საქმეს ხორში ხარ. ეს კი ბატონო, ძალიან დიდი ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ საუდის არაბეთს და ვენესუელას მეტნაკლებად ერთნაირი რეზერვები აქვს. დიდი სხვაობა არ არის მათ შორის, მაგრამ ვენესუელა მაინც არის პირველ ადგილზე. ეს ცოტა ისეთი უხეში ნავთობია, მაგრამ რა თქმა უნდა, იმდენი ნავთობკომპანია იქ შეერთებულ შტატებში, რომელიც მზად არის იქ თავისი ინფრასტრუქტურა განაგოს და დაიწყოს ამის გადამუშავება, რომ ეს პრობლემა არ იქნება. კიდევ ერთი მომენტი, რაც აქ უნდა აღვნიშნოთ, ის არის, რომ აი ინგლისურში არის ესეთი სიტყვა leverage, ხო, ქართულად პირდაპირ არ ითარგმნება, რაც ნიშნავს იმას, რომ აი პოლიტიკის მოქნილობა, ხო, აი რა რესურსი გააჩნია ხა შეერთებულ შტატებს. ფაქტობრივად შეერთებულ შტატებში რუსების წინააღმდეგ არ დარჩა არანაირი ესეთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომ ყველა სანქცია უკვე დაწესებულია, ეს თვითონ რუბიომაც აღიარა ცოტა ხნის წინ, ყველა სანქცია დაწესებულია, უკრაინა კვილებამდე შეიარაღებულია და ანუ აღარ დარჩა, ასე ვთქვათ, ხელში კოზირი ტრამპს. და თუ მოახერხა მან, მე მგონია, რომ ეს ესე მარტივად დამთავრდება ყველაფერი ვენესუელაში და იქ მთელი მოსახლეობა უცებ შეეგებება ამერიკულ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და სამხედროებს და გადაუბრუნებენ ამ ქვეყანას. იმიტომ რომ ზოგადად სამხრეთ ამერიკაში არის აი პარტიზანული წინააღმდეგობის ძალიან დიდი ისტორია უხსოვარი დროიდან და არ მგონია რომ ეს ყველაფერი ესე მარტივად დამთავრდეს როგორც შეიძლება პირველი იმიდან და პირველი შთაბეჭდილება როგორ ის დაგვრჩა. და ამის შემდგომ იქ იქნება დაძაბულობის კერები. და შესაბამისად შეერთებული შტატები შეეცდება რომ პირდაპირ მოხდეს ესე იგი ყველაფრის პრივატიზება უგუნთ ხა იქ რაღაცა ისე ასე ვთქვათ სამართლიანად კი არ ჩატარდება პირდაპირ ყველაფერს გადაუფორმებენ საკუთარ ნავთობ კომპანიებს. მაგრამ იქ კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის სიაში. და ეს თვითონ ტრამპმაც აღნიშნა, ხო, ეს არის ნიკარაგუა, ეს არის ასევე კუბა და იქაც შეიძლება უახლოეს წელს ველოდოთ სხვადასხვა კონფლიქტებს. აი 300 ნავთობს რაც შეეხება, პირველი ფერადი რევოლუცია, რაც კაცობრიობმა მიხილა, აი ფერადი რევოლუცია, რასაც ეძახიან თანამედროვე გაგებით ისიც ნავთობის თემას უკავშირდება. 1953 წელს ირანი, ეხლა ხო უყვართ რომ აი ვიღაცებს, რომ აი შაჰის დროინდელი ირანით რომ აი არა ნოსტალგიით რო არიან დაკავებული, ესე იგი იქ მაშინ ჩადრევს არავინ არ ატარებდაო და შაჰის ირანი რა მაგარი ქვეყანა იყო, რომელიც პირდაპირ ამერიკელების დანიშნული იყო და ამერიკული პროექტი იყო. რეალური დემოკრატია ირანში იყო პირველი სოციალ-დემოკრატი ლიდერი რო ყავდათ და მაშინაც არანაირი რელიგიური ფუნდამენტალიზმი არ იყო, კაცი იყო მოჰამედ მოსადეყი, სეკულარისტი, ისეთი თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელმაც მოახდინა ასევე საკუთარი ნავთობის ნაციონალიზაცია, მაგრამ იქამდე იქ არსებული ბრიტანული ნავთობ კომპანიები ანუ რაღაც ქვეყნიდან კი არ გაყარა მათ შესაბამისი ანაზღაურება მის ანუ აქტივების პროპორციულად რასაც ფლობდნენ გაუსტუმრა ასე ვთქვათ რა და მაშინ მოუწყეს სწორედ აი დალესი ძმები რო იყვნენ ორი დალესი იყო ერთი ალან დალეს მეორე ჯონ ფოსტერ დალესი გამოვეცდა ხო კი ბატონო ერთი სახელმწიფო მდივანი იყო მეორე CIA-ის ერთ-ერთი მთავარი კურატორი და
მაშინ ბრიტანულ-ამერიკული დუეტით მოუწყვეს მას ძალიან პირველი ისეთი სისხლიანი გადატრიალება რევოლუცია. მაშინ თან ეს პირველი ასე თქვა ტალღა იყო ამის და არავინ არ იცოდა და შესაბამისად ბევრად მარტივი იყო მაშინ იმ დროს აი ესეთი გადატრიალების განხორციელება. როდესაც მან მოკლედ მოჰამედ მოსადეყმა, რომელიც მან ნამდვილად დიდი პატრიოტი იყო საკუთარი ქვეყნის და დიდი მხარდაჭერითაც სარგებლობდა, აი მაშინ მას მოუწყვეს სწორედ ესეთი გადატრიალება, რაც ჩვენ ვიხილეთ და ზოგადად ხანდახან ისტორია ციკლურად მეურდება და რაღაცეები, რაც ეხლა ხდება, იმის ანალოგები მოიძებნება. კიდე რა არის მნიშვნელოვანი, რომ ხა სამხრეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, რა ვიცი, ქვეყანა არ მოიძებნება, სადაც შეერთებული შტატები ან არ შეჭრილა, ან გადატრიალება არ მოუწყვია, არ ვიცი, აი თქვენ გახსენდებათ ეგეთი ქვეყანა. მე უბრალოდ ვერ ვხსენებ. თვითონ შორს რო არ წავიდეთ, თვითონ შეერთებული შტატების ტერიტორიაც, ხო? როგორ შეიქმნა და როგორ დაგროვდა დროთა განმავლობაში ნაწილი ფრანგებისგან იყიდა, ხო, ესეც რა საინტერესოა, ტერიტორიები ნაყიდი აქვს, ეგეთი ისტორიული პრეცედენტი ძალიან ცოტა ლუიზიანა და რამდენიმე შტატი, მერე ალასკა რუსებმა მიყიდეს და დიდი ტერიტორია პირდაპირ ხელში ჩაიგდო ოკუპაციის გზით, როდესაც იყო ომი მექსიკას და შეერთებულ შტატებს შორის, ხო? იქამდე რატო დაიწყო ეს ომი? იქამდე ტეხასის ანექსია მოახდინა შეერთებულ შტატებმა მიიერთა. შესაბამისად მე მექსიკა ამას ეწინააღმდეგებოდა ყველანაირი ჯერ დიპლომატიური გზით და მე ეს არ იკმარა შეერთებულ შტატებმა და ომი გამოუცხადა მექსიკას. და ის ორი ომი საკმაოდ 1846-48 წლებში. ის ომი საკმაოდ სისხლიანი იყო და დამთავრდა შესაბამისად მექსიკის დამარცხებით და ძალიან ბევრი შტატი დღევანდელი, ხო, იგივე ნიუ-მექსიკო, ნევადა, კალიფორნიის ნაწილი, ოჰაიო, ეს ყველაფერი ამ ომის შედეგად ჩაიგდო შეერთებულმა შტატებმა ხელში. და იმდიხელა ისეთი მრავალფეროვანი ისტორია აქვს შეერთებულ შტატებს სამხრეთ ამერიკული ქვეყნების დამორჩილების, რომ აუცი, ახლა ალბათ ეხა რაღაც ახალი სიტყვა უნდა ითქვას რა საერთაშორისო შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. აი ახლა თვითონ ნიუ-იორკიც ხო ჰოლანდიელებისგან არის თავის დროზე ნაყიდი. დღემდე არის ქუჩები ეგ ბრუკლინში, ნიუ უტრეხტი, იქითკენ ნიუ ამსტერდამი, უბანი, ასე ვთქვათ, მანჰეტენზე და ასე შემდეგ. და აი რაზე მინდა გავამოხილო ყურადღება, რომ აი 300 მილიარდი ბარელი ეს შეიძლება არ არის ზუსტი ცნობა, იმიტომ რომ მე იქვე ამბობენ ხოლმე ექსპერტები, რომ კვლევა სერიოზული არ ჩატარებულა. შესაძლოა უფრო მეტი იყოსო, მაგრამ იმდენად მძიმე ნავთობია, რომ კომპანიებს, რომლებიც ამ ნავთობის დამუშავებას დაიწყებენ, თურმე უნდა ჩაუშვან თხევადი, ბევრად თხელი ნავთობი, მარტივად რო თქვა, გასაზავებლად და მხოლოდ მერე უნდა დაიწყონ ამის ამოკაჩავება. ბუნებრივია ამის რესურსი ახლა ვენესუელას არ ქონდა, არც ახლა აქვს და არც მომავალში იქნება. თუ ვინმე დიდი კომპანია, დიდი სახელმწიფოს კომპანია ამას არ დაეუფლება და არ დაიწყებს ამის მოპოვებას და აქ დიდი მნიშვნელობა ქონდა იმას, რომ სერიოზულად აქტიურობდა ჩინეთი. ნუ რუსეთი უფრო მორალურ მხარდაჭერას აძლევდა და ვითომ რუსული ეგრეთ წოდებული PVO უნდა ანუ აერსაწინააღმდეგო სისტემები ხო იქ რაღაცა ამბობდნენ, რომ ორი რუსული ესმინეცი იქ ნეიტრალურ წყლებში დადის, მაგრამ როგორც ჩანს, არავინ არაფერი არ გააკეთა და არც გააკეთებდნენ, ბუნებრივია. აქ ეხა ეკონომიკურ შემადგენელზე მაქვს ნაწილი. მე ტრამპმა გააკეთა ესეთი რამ, არ ვიცი, რამდენად ეს მისი ნათქვამია, იმიტომ რომ მის სპიჩში არ მომისმენია, უბრალოდ დაიწერა, რომ ესე იგი ჩინეთი მიიღებს თავის ნავთობს. მოკლედ ესე რო შევაფასო და როგორ ფიქრობ ეხა ამ ინტერესებს რა ეშველება? ანუ დიდი მოთამაშეები, ვინც ვენესუელაში თავის დროზე ფული ჩადო, ან ინტერესები აქვს, რაღაც კაპიტალი დააბანდეს. აი ამის დაბალანსება როგორ მოხდება? ამის დაბალანსება მოხდება გრძელვადიანად, ან ომით, ან სხვა გზით. რუსეთსაც ჰქონდა გარკვეული ინტერესები, მე რამდენიც მახსოვს, როსნეფტს ჰქონდა ჩადებული გარკვეული ინვესტიციები
და ჩინეთს საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჰქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მე მგონი 60-70 მილიარდი დოლარს ცდებოდა და ჩინეთს აქვს რა თქმა უნდა იქ ინტერესი როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სავაჭრო. რა თქმა უნდა ტრამპის ამოცანა არის მოგუდვა, ასე ვთქვათ, მთელი ამ სამხრეთ ამერიკის და სრულად დამორჩილება, რომ იქ ჩინური გავლენები შემცირდეს. რუსული გავლენები ძალიან დიდი არც ყოფილა, უფრო ჩინეთზეა საუბარი და მთავარი სამიზნეც სულ უნდა გავიმეოროთ შეერთებული შტატებისთვის არის ჩინეთი, ამას რუბიოც ამბობს. რამდენიმე თვის წინ თქვა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომ აი 21 საუკუნეში რომ 21 საუკუნეზე რაღაც წიგნებს რო დაწერენო, იქ ძალიან დიდი თავი იქნებაო ჩინურ-ამერიკული დაპირისპირებისო და აი როგორ დამთავრდაო ეს. იქამდე ტრამპმაც ხო თქვა, რომ ბაიდენიო სულელი იყო, იმიტომ რომ შეძლო რომ ჩაეხუტებინა სი ძინპინი და პუტინი ერთმანეთისთვისო. და მე ეს ადრეული ასაკიდან ვიცოდი, რომ ეს არ შეიძლება. ჩინეთს აქვს იქ გარკვეული ინტერესები, მაგრამ ჩინეთის საგარეო პოლიტიკა არის ყოველთვის მშვიდობიანი. იგივე ევროპული ქვეყნებისგანაც შეერთებულ შტატებზე ხო საუბარი არ მაქვს და რუსეთისგან განსხვავებით. ანუ ჩინეთი ყოველთვის ეს არის მათი ისტორიული გამოცდილება, აქ არის კონფუციანიზმი, აქ არის აი ეს ძველი გამოცდილება ტრაგიკული, ხო, ჩინური სამეფოების და იმპერიების დაპირისპირებამ რომ გახლიჩა ქვეყანა და ეს გადააფასეს ჩინელებმა და შესაბამისად გახსოვთ რაიმე ჩინური აგრესია ჩინეთს რო ჩინეთის გარეთ მე არ მახსოვს და ძალიან დიდი რესურსები აქვს, ხო და აქ როდესაც ხდება აი ამ თემის პედალირება ჩინური საფრთხე, ესეც არის პირდაპირ შემოგდებული გარედან და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ვერ ათვიცნობიერებდეს, რომ არა რა ჩინურ საფრთხეზე ესაუბარი, ის ურთიერთთანამშრომლობა თვითონ ლათინურ ამერიკასთან და არა მარტო ლათინურ ამერიკასთან, აფრიკასთანაც არის საკმაოდ არ არის ისეთი ნეოკოლონიალური, როგორც არის დასავლური თანამშრომლობა, მაგალითად, როდესაც დასავლური თანამშრომლობის და დასავლეთში რას გულისხმობ კოლექტიურ დასავლეთს განვითარებადი ქვეყნებიდან სასარგებლო რესურსების, ადამიანური რესურსების, ტვინების ექსტრაქტირება, გამოწოვა და შესაბამისად აი ამის კაი მაგალითია, მაგალითად მიყვარს ხოლმე ამის გამეორება განას მაგალითი რა, განა არის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა ოქროს რესურსებით რა, სოფლიოში. და აი დასავლური, ვითომ ხო აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა გათავისუფლდნენ ამ კოლონიური უღელისგან და ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნები არიან, მაგრამ თავარი რა არის, ეს ეკონომიკური ურთიერთობებია მაინც რაც ბევრ რაღაცას განაპირობებს და ეს ეკონომიური ურთიერთობები როგორც აფრიკაში, ისევე ლათინურ ამერიკაში, ანუ გულისხმობს დასავლურ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს არის ძალიან ნეოკოლონიალური ხასიათის და აგერ განაზე ისი თქვა მინდოდა, რომ ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ოქროს მარაგებით, რესურსებით და ფაქტობრივად განაში მოპოვებული ოქროდან 98% შემოსავალი გადის გარეთ. ქვეყანაში რჩება 1-2% რა. და ჩინეთს არ ქონდა ესეთი არასამართლიანი პირობები. კი, ჩინეთს აქვს თავისი ინტერესი, ეს არის კრიტიკული მინერალები და კრიტიკული მინერალები არის ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი თანამედროვე ტექნოლოგიებში, ელექტრონული ავტომობილები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი კომპონენტია ელექტროავტომობილების ძრავებისთვის, ზოგადად სამხედრო ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კრიტიკული მინერალები, ინფორმაციული ტექნოლოგიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია ხო ჩიპები და ასე შემდეგ და ეს არის, ასე ვთქვათ, ბაზა, ეს კრიტიკული მინერალები და ლათინური ამერიკა ძალიან მდიდარია ამით და ჩინეთს ეს თავისი ეკონომიკური განვითარების გეგმა ძალიან გრძელვადიანადაა გაწერილი და ეს 20-25 წლის წინ დაიწყეს მათ იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, სადაც ბევრი ლითიუმია და სხვა ასეთი მნიშვნელოვანი ელემენტი. და ტრამპს რა უნდა, რომ აი supply chain რაც არის, ხო, მომარაგების, ასე ვთქვათ, გზები
შეცვალოს თლიანად სოფლიოში და აურიოს ეს ყველაფერი ჩინეთს და იგივე სხვა ქვეყნები რა ლათინური ქვეყნები რაც არის კოლუმბია, რა ვიცი ჩილე, არგენტინაში ხა ტრამპის ის არის პრინციპში არგენტინაში ულტრალიბერტარიანელი პრეზიდენტი როა ტრამპის მეგობარია და ისეთი ულტრა მემარჯვენეა და ისედაც არგენტინას მდიდარია სასარგებლო წიაღისეული და იქ მას სრული კალკულაში აქვს და აი ამის სრულად ასე ვთქვა დამორჩილება სურს. ჩინეთი ნაკლებად სავარაუდოა რომ ამ ყველაფერს რაღაც სამხედრო გზით ან იგივე ანალოგიურად უპასუხებს ხო შეერთებულ შტატებს, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ ის არის რომ ჩინეთი გააგრძელებს ამ თავის მშვიდობიან განვითარებას, გააგრძელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობას, იქ ნახოთ ტაივანში რა მოხდება და მოკლედ ჩემი სათქმელი ის არის რომ ესე მარტივი არ იქნება ამ ხელა ლათინური ამერიკის ესე სრულად დამორჩილება თან უკვე დღესდღეობით, როდესაც აი ესე ცინიკურად ხდება. ხო შეიძლება თვითონ ვენესუელაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ყავდეს მადუროს, მაგრამ აი ჩვენი თავი რო წარმოვიდგინოთ რა, რაც არ უნდა მოწინააღმდეგე იყო და რაც არ უნდა მოგწონდეს, არ მოგწონდეს. აი ესე რო ხდება ქვეყნიდან რაღაცის გატაცება, რა ვიცი, ეს მე-16-მე-17 საუკუნის რაღაც მეკობრული ის ხო არ არის? ყველაფერს ხო აქვს თავის საზღვარი და ახლა დღესდღეობით ხდება უკანონობის დაკანონება, რაღაცა აი განუკითხაობის დაკანონება ისეთი დოზით, რა დოზითაც არ ყოფილა. 2008-ში მე ჩვენ ვიყავით იმის მოწმე რომ როცა გარემტერი ყავდა პოლიტიკური დაპირისპირებაც კი შეწყდა და მაშინდელმა ოპოზიციის ლიდერებმა საერთოდ ხო გახსოვთ რომ კი მორატორიუმი გამოაცხადეს ამ ყველაფერზე და სოფლიოში ბევრი ეს ხდება როგორც პრეცედენტია ამის ხო რომ როდესაც აი ეს ქვეყანა ესეთი საფრთხის წინაშე დგას ის უკვე შიდა დაპირისპირება უნდა გადაიდოს და უკვე სამშვიდობოზე როცა გავა ქვეყანა მერე გაგრძელდეს. მარკო რუბიო რომელიც თქვენ ახსენეთ საკმაოდ გავლენიანი პირი და როგორც ჩანს მიუხედავად იმისა რომ მან განაცხადა რომ ჯეი-დი ვენსის ოპონენტი არ იქნება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მე რატოღაც გონია რომ ყველაზე გავლენიანი პირია დონალდ ტრამპის მერე და მას აქვს პრეტენზია პირველი პირის პოსტზე და ტრამპის მეორედ მოსვლის შემდეგ თქვენ კარგად გახსოვს როცა პანამის თემა ზუსტად მარკო რუბიომ დაარეგულირა. ეს იმას არ ნიშნავს რომ პანამის ამჟამინდელ ხელისუფლებას რამე სხვა ალტერნატივა ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურად კარგად გადაწყდა, ხო, იმიტომ რომ ნორიეგა 2 აღარ გაიმეორეს, აღარ დაჭირდათ. ეხლა ვენესუელა, გეოგრაფიიდან გამომდინარე, ვენესუელა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილშია ზუსტად და ფაქტობრივად ვენესუელის აღებით მან მოაქცია კუბა იზოლაციაში და თქვენ ახსენეთ რომ შემდეგი იქნება დიდი ალბათობით ბუნებრივია კუბა. კუბას რესურსები მე არ ვიცი რა გააჩნია მდიდარი წიაღისეული აი თქვენგან მაინტერესებს და როგორ ფიქრობთ გამომდინარე იქიდან კიდე რომ პირადი ინტერესი აქვს თავად რუბიოს აღან იგი კუბელი იმიგრანტის ესე თქვა შვილია როგორ ფიქრობ კუბა რამდენად ძვირადღირებულია მას ბუნებრივია სტრატეგიული კუნძულის სტატუსი ჰქონდა ყოველთვის მაგრამ შესაძლოა რომ ჯერ სამხრეთ ამერიკაში დაიწყოს მსგავსი ტალღა და მერე დაუბრუნდეს კუბას თუ კუბა მაინც პრიორიტეტი რჩება იცით რა მე რამდენადაც მახსოვს უშუალოდ აი ამ მინერალებით, გაზით, სასარგებლო წიაღისეულით კუბა არ არის მდიდარი. კუბა ძირითადად აგრარული პროდუქტებით არის მდიდარი და იქ დიდი რაოდენობით ლერწამია, დიდი რაოდენობით თამბაქოა და ასე შემდეგ, თუმცა კუბაზე არის საკმაოდ განვითარებული სამედიცინო სფერო და კუბელი ექიმები მსოფლიოში ცნობილები არიან, არ არის არც ერთი საერთაშორისო მისია, არც ერთი ეპიდემია, რომ კუბელები სხვათა შორის ხშირად უანგაროდ არ მონაწილეობდნენ და არის შემთხვევები, როდესაც ძალიან იშვიათი კიბოს
წამლებსაც კი აწარმოებენ კუბელები და თვითონ ამერიკელებიც კი ყიდულობენ ამას. კუბა ისეთი ორაზროვანი ქვეყანა იმ კუთხით, რომ სიღარიბე ქვეყანაში არის, მაგრამ ეს სიღარიბე რო დავითვალოთ იმ შემოსავლებით, რაც კუბელებს აქვთ, ესე ვთქვათ, იმ სყიდულთუნარიანობით, ანუ პარიტეტით რო დავითვალოთ, ისეთი ღარიბი არ არის, როგორც პირველი შეხედვით ჩანს. და კუბამ მოახერხა ბევრი რეფორმის უფრო წარმატებულად განხორციელება, ვიდრე ეს დაუშვათ თუნდაც ვენესუელამ. რამდენად მნიშვნელოვანია კუბა შეერთებული შტატებისთვის კი მნიშვნელოვანია, მაგრამ კუბას რა ვიცი, კუბის გამო კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო ხო კარიბის კრიზისის დროს. პრინციპში ის პირველი თურქეთში იყო იუპიტერის რაკეტების განთავსება და მერე საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა კუბაზე ამის განთავსება, მაგრამ კუბა იყო ამ ყველაფრის კულმინაცია. ძნელი სათქმელია ჩემთვის ნამდვილად ეს მარჩიელობა იქნება, რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი, თუმცა ტრამპმა თავის გამოსვლაშიც თქვა, რომ იქ ნიკარაგუაც ახსენა, კოლუმბიაც და კუბაც, რომ მათ საკმაოდ ისე ყურადღებით უნდა უყურონ აი ამ შემთხვევას. ბრაზილია შეიძლება ყველაზე დიდი ქვეყანაა და არ მგონია ახლა ბრაზილიის წინააღმდეგ ესე აქტიურად გაიწიოს, თუმცა საკმაოდ მაღალი ტარიფები დაუწესა 50%-იანი იმქაურ პროდუქციას. მოკლედ რა არის აქ მნიშვნელოვანი ტრამპისთვის მას სურს ესე ვთქვათ დემონტაჟი აი ამ ლათინური ქვეყნების ერთობისა. თან ახლა ჩვენ რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკოსური ეს არის რამდენიმე ქვეყნის გაერთიანება, პარაგვაი, ჩილე, ბრაზილია, ურუგვაი, მათ რამდენიმე კვირის წინ უნდა გაიფორმებინათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ევროპელმა პროტესტებმა, განსაკუთრებით ფერმერების პროტესტებმა გადაავადა ეს ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ და ბრიუსელში მასობრივი პროტესტები დაფიქსირდა ევროპელი ფერმერების და მათ არ სურთ, რომ ევროკავშირმა გააფორმოს სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, იმიტომ რომ ეს მათი აზრით კონკურენციას გაზრდის, მათ არაკონკურენტუნარიან პირობებში ჩააგდებს და ასე ვთქვათ, ბრიუსელის მხრიდან ეს არის პირდაპირ ამ ფერმერების გაწირვა, მაგრამ გლობალურ ასპექტში ეს შეცვლის სურათს, ხო, იგივე თუ მაგალითად შეუმცირდა ტარიფები კი არა და გაუნულდა ევროპაში იმპორტირებისას, ექსპორტირებისას განსაკუთრებით იქ ხორცი, შაქარი, სოიო, ბევრი ისეთი პროდუქტი, რაც მოთხოვნადია, ეს გამოიწვევს რაოდენობის ზრდას, ხო? და შემოსავლების ზრდასაც და აი ესეც არ უნდა გამოგჭეს და ტრამპს სურს აი ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ერთობის მორღვევა. ეს ერთი და მეორე გაცხადებული აქვთ მათ, რომ აი მათთვის მემარცხენე, ხო? არის სალანძღავის სიტყვა. ხო, აი თქვენ ეხლა ხშირად უყურებთ იქაურ გადაცემებს, განსაკუთრებით Fox News-ზე, რატო არის მემარცხენე სალანძღავის სიტყვა, ხო? შეიძლება კულტურულად მართლა სალანძღავი იყოს, მაგრამ ეკონომიკურად საერთოდ არ არის სალანძღავი. ის ალკე თემა აქამდე როგორ დავიდა ქვეყნის მმართველობა, რომ რაღაცა ამხელა მილიონობით ადამიანს ლანძღავს ლათინურ ამერიკაში, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მემარცხენე როგორც რევოლუციების, ასევე მთავრობებისა და ყველაზე დიდი რომანტიზმით, სწორედ ლათინურ ამერიკაში ხდებოდა ამ მემარცხენე იდეებისთვის ბრძოლა, არა? და მას ტრამპს სურს, რომ არსად არ იყოს იქ ესეთ გამორჩეულად მემარცხენე მთავრობა და ყველგან იყვნენ აი ხავიერ მილეისნაირი მისდამი ლოიალურად განწყობილი, ან ის ჰონდურასის პრეზიდენტი როა, ის რა პერსონაჟია ყოფილი, ანუ ისეთი მობანდიტო ელემენტია, რომელიც ადრე მაშიც იყო ჩაბმული თვითონ ნარკოდანაშაულში, ხო და ეხლა ესეც თვითონ
ტრამპის რაღაც მხარდაჭერით სარგებლობს. ეგრეა, დიახ. ეხლა ჩვენ წინასაუბარში ამერიკის შეერთებული შტატების რეინდუსტრიალიზაციაზე გვსურდა საუბარი, გაგრძელება უბრალოდ იმ პირველ პოდკასტში ვერ დავასრულეთ და როგორ ფიქრობთ, გიორგი? აი ამ ყველაფერი საგარეო პოლიტიკის ბატალიების პარალელურად ამჩნევთ რამეს, რომ დაუშვათ იგივე ჟანგიანი შუა სარტყელის ათვისება, ან დაუშვათ საავტომობილო კორპორაციების მოზიდვა, მაღალი ტარიფების ხარჯზე, სოფლიო კაპიტალის შემოდინება და ასე შემდეგ, ეს რეალურია თუ ფარსია, ანუ მედია დღის წესრიგია, ასე ვთქვათ. არა, ტრამპს ნამდვილად სურს და ეს გაცხადებული მიზანიც არის და არა მარტო ტრამპის, ის კარგად ხედავს თუ რას დაემსგავსა დეტროიტი და სხვა ქალაქები და რეინდუსტრიალიზაცია ნამდვილად სურს და ამისთვის რაღაცა ნაბიჯები გადაიდგა კიდევაც, იმიტომ რომ იქ თუნდაც ევროკავშირთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის და ორმხრივი ვაჭრობის ხელშეკრულება, სადაც 15%-ით დაიბეგრება ევროპული პროდუქცია, რომელიც შეერთებულ შტატებში შევა. იქ გამონაკლისი იყო მეტალურგიაზე, სადაც ფაქტობრივად ბევრი პროდუქტი იყო, არა მარტო უშუალოდ რაღაც რკინა და მეტალი, არამედ სადაც ეს რკინა და მეტალი გამოიყენება. და იქ აი ამ პროდუქციაზე 40%-იანი ზღვარი იყო, ანუ რკინის და მეტალის სფეროს, ან მეტალურგიის აღორძინება სურს, მანქანათ მშენებლობის აღორძინებაც სურს ტრამპს და ეს ნამდვილად შედის მის ინტერესებში, მაგრამ რამდენად არის ეს ყველაფერი განხორციელებადი, აი ეს არის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ ტრამპს ამავდროულად რეინდუსტრიალიზაციასთან ერთად სურს ასევე ის, რომ შეჩერდეს დედოლარიზაციის პროცესი მთლიანად მსოფლიოში, რაც უკვე აქტიურად არის დაწყებული. და საბოლოო ჯამში ეს დედოლარიზაციის პროცესი რას ნიშნავს ამერიკისთვის? იმას ნიშნავს, რომ მისი ვალუტა ნაკლებად მოთხოვნადია და შესაბამისად მას ინსტრუმენტი ეცლება ხელიდან, რომ ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ხო? მაგარი რაღაცა, როდესაც შენი ვალუტით სარგებლობს და ვაჭრობს მთელი მსოფლიო. ამას სხვანაირად თავის დროზე დოლარ დიპლომატიას ეძახდნენ, დოლარის დიპლომატიას. და აი ამ ორი ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტა ძალიან გაუჭირდება, შეუძლებელი იქნება. ან ერთი უნდა აირჩიოს, ან მეორე. რა უფრო უგის, რა თქმა უნდა, რეინდუსტრიალიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია როგორც პატარა ქვეყნებისთვის, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორც არის შეერთებული შტატები, მაგრამ ჩინეთი იმდენად შორს არის აი ამ კუთხით წასული და იმდენად მაგრა აქვს განვითარებული ყველა სექტორი, აი მაგალითად გემჩენებლობა რო ავიღოთ, გემჩენებლობა მაგალითად არ იყო რაღაცა აი წილი რო ავიღოთ ჩინეთის 50-60 წლის ესეთ მასიური არ იყო. ეხა გემჩენებლობაშიც კი ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწიეს და მე არ საუბრობ ეხა მანქანათ მშენებლობაზე, ხო, არა მარტო ელექტრომობილები, სადაც თავიდან ბოლომდე სრული დომინაცია აქვს ჩინეთს, არამედ ასევე ჩვეულებრივი კლასიკური ავტომობილები, სადაც ასევე ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ აი ეს გლობალური სავაჭრო ომები მიმდინარეობს, რამდენად შეძლებს ტრამპი ამას, ძნელი სათქმელია, უახლოეს მომავალში გაუჭირდება, მაგრამ ის აქტიურად იყენებს იმ ინსტრუმენტებს, რაც ტაბუდადებული იყო გლობალური პოლიტიკური ელიტის მიერ, ხო, იგივე ეს მერკანტილიზმი, იგივე ეს სავაჭრო ომები, ტარიფები, რა გვესმოდა ჩვენ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში აი აქ ჩვენთან საქართველოში შორს რო არ წავიდეთ აი ამ ლიბერალური NGO-ებისგან, რომ თურმე თავისუფალი ვაჭრობა არის უნიკალური რაღაცა, ამას ალტერნატივა არ გააჩნია, ყველანაირი ტარიფი უნდა გაუქმდეს, ამაზე იყო დაფუძნებული, მტენ არ აძლევდნენ ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არც მსოფლიო ბანკი, თუ ქვეყნები არ ახდენდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციას. ფაქტობრივად
განვითარებადი ქვეყნები ძალიან მძიმე დროს, აი როგორი დრო ჩვენთვის იყო მაგალითად 90-იან წლებში, როდესაც თითოეულ მილიონს ესეც ნაცესხებს ქონა მნიშვნელობა, შანტაჟის ობიექტები გავხდით და ძალით გავგვაკეთებინეს ის, რაც არ უნდა გავგვაკეთებინა. და ეხლა ტრამპმა ესეც შეცვალა და აი ის, რაც იყო რაღაცა საფრთხო ამათთვის რა, წარმოუდგენ, ისიც შეცვალა და ანუ წავიდა ისეთი სავაჭრო ომები, რაც აქამდე არ გვინახავს, მაგრამ ყველა ის დიდი ეკონომიკა, რომელიც ეხა დღესდღეობით არის ტოპ 8-9, არც ერთი ეს ეკონომიკა არ გამდიდრებულა ლიბერალური პოლიტიკით. ამაზე ბევრი წიგნი არსებობს, ერიკ რეინერტიდან დაწყებული, რა ვიცი, მე სტიგლიცით დამთავრებული, როგორ მდიდრდებოდნენ ეს ქვეყნები და ტრამპს ის დამსახურებაში უნდა ჩაუთვალოთ, რომ იგივე აი უბრუნდება აი ამ რაღაცებს, რაც ისტორიულად იყო, რა ხო? თუნდაც სატარიფო ომები ასე შემდეგ, მაგრამ აი დღესდღეობით უკვე იმდენად შეცვლილია ეს მიწოდების ქსელი, იმდენად არის გაზრდილი გლობალური სამხრეთის როლი მსოფლიოში, იგივე თუნდაც ბრიქსის როლი, რომ ეხლა მას ბევრად გაურთულდება და გაუჭირდება ამის გაკეთება, თუნდაც ეს ამერიკელებს 20 წლის წინ დაიწყოთ, იმიტომ რომ გლობალური სამხრეთი ძალიან კარგად ათვითცნობიერებს იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რაღაცა სიტყვაზე ცალკე აღებულ მასში ირანში, ჩინეთში, ინდოეთში და მაგალითად რუსეთში რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მართლობა იყოს, იგივე სოციალურ-ეკონომიკური სისტემები რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ ისინი ათვითცნობიერებენ რა აქვთ მათ საერთო რა ინტერესები გააჩნიათ და აი ეს ბრიქსის აღმავლობა, აი ამ გლობალური სამხრეთის აღმავლობა, რომ მათ აღარ სურთ, რომ იგივე აი ამ გლობალურმა ჩრდილოეთმა ისინი დაიმორჩილოს, მათი რესურსები გაზიდოს, გააღარიბოს, რაც ეს ბევრჯერ მოხდა, აი ეს არის მათი ასე ვთქვათ ინტერესი და აი ვენესუელას მაგალითს კიდე უფრო მეტი სამომავლო გაძლიერება შეიძლება მოყვეს ამ ბრიქსის ქვეყნების. იმიტომ რომ დაცულობის და თვითგადარჩენის ინსტინქტით გაერთიანდებიან. ნუ რა თქმა უნდა, აქეთკენ უნდა გავიდეს საქმე. რა თქმა უნდა. გიორგი, და ბუნებრივია გვერდს ვერაულით ჩვენ ქვეყანას, საქართველოს. როგორ ფიქრობ, როგორ აირეკლება ეს პროცესი საქართველოზე? ძალიან შორს არის ეს ყველაფერი საქართველოსგან, მე გეოგრაფიულად ვამბობ, მაგრამ ნახეთ ბევრმა სოციალურ მედიაშიც ტელევიზიითაც თქვეს, რომ ეს გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ რახან რუსებმა არეაქტიურეს და ალბათ არც იაქტიურებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ სერიოზული საომარი ვითარება აქვთ უკრაინასთან. ის ახმული იქნა ისე, რომ ამერიკა უყურებს თავის, როგორც ხშირად ვახსენებთ ხოლმე, უკანაეზოს და რუსებს დაუტოვეს თავის უკანაეზო. და როგორ ფიქრობ, ასეა ეს და ჩვენ რა გამოწვევების წინაშე დავდგებით ზუსტად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ხო, იქ იყო ესეთი თეზაც, რომ რაღაცა მოილაპარაკეს გაცვალეს რაღაცა ინტერესები, იგივე შეერთებულმა შტატებმა რაღაცა უკრაინასთან მიმართებით დათმო, რუსეთმა ვენესუელასთან მიმართებით რთული ამაზე საუბარი, თუმცა აზრს მოკლებული არ არის, მაგრამ თვითონ მონროს დოქტრინაც ხო ამას გვეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს, ესე იგი, თავისი სამეზობლო და უკანა ეზო აადარდებს და იქეთ არ ერევა და სხვაც არ ჩაერიოს ამ კლასიკური დოქტოროს მონროს მიხედვით. ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი უსაფრთხოების ქოლგა არ გვიცავს, ხო არ ვართ რაიმე სამხედრო ალიანსის წევრი ერთი და ჩვენთვის ეს ნიშნავს ეხლა იმას, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ანუ აი როგორც ასე ვთქვათ, რუსული გამოთქმაა, ხო? ниже травы და წიშევადე, ანუ ჩვენ ძალიან ზედმეტად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა უნდა გავატაროთ, ჩვენ უნდა
კონდეს ჩემი აზრით ყველაზე სწორი სამხედრო მიუმხრობლობა არის ამ შემთხვევაში, რომ არც ერთ სუპერ სახელმწიფო იქნება თუ ეს რეგიონალური სახელმწიფო არ უნდა გამოვაყენებინოთ თავი. კი, ეს არ არის მარტივი, მაგრამ როგორც კი ჩვენ კონკრეტულად დავდევთ ფსონს ერთ კონკრეტულ რაღაცა სამხედრო ალიანსზე, იქ ავტომატურად სხვა მოთამაშეების მხრიდან გაიზრდება სხვადასხვა ასე ვთქვათ იერიშის და სხვადასხვა თავდასხმის შანსები. და ამიტომაც ჩვენ აი რაღაცა გვჭირდება ტალეირანის დიპლომატია გვჭირდება რაღაცა აი ამ ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბება აი ამ რეგიონის რაღაცა სამშვიდობო ჰაბად და ეკონომიკური განვითარების ჰაბად და რაც უფრო მეტი რაღაცა გლობალური ინვესტიცია შემოვა, ხო, იქნება ეს თუნდაც ჩინური, თუნდაც ამერიკული, რაც უფრო მეტად იქნება საქართველოს ჩართული აი ამ სოფლიო ეკონომიკურ მარშრუტებში, რაც უფრო მეტი ექნებათ ჩადებული ამ დიდ მოთამაშეებს, მით უფრო მეტია შანსი, რომ ჩვენ რაღაცნაირად გადავრჩეთ და საბოლოოდ გავიდეთ სამშვიდობოზე, იმიტომ რომ აი ხა ისეთი პერიოდია დაწყებული, თან ესეთი პრეცედენტები, ხო, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში ჩაიდინა, რა ვიცი, აი ჩვენ ამიტომ ძალიან ზედმეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად აი ესე რაციონალიზმით და პირველ რიგში აი საკუთარი უსაფრთხოებით უნდა მოვახდინოთ ის, რომ ქვეყანამ შეძლოს და ყოველთვის ესეა, ნებისმიერი ომი რო ავიღოთ ჩვენ, პირველი ომი, მეორე ომი, მეორე მსოფლიო ომი, ყველაზე მეტად ყოველთვის ხეირობდნენ ეკონომიკურათაც და ასევე სხვადასხვა ტერიტორიული თვალსაზრისითაც ის ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ნეიტრალურები. ამიტომ აი ჩვენთვის ეს ნეიტრალიტეტი უნდა იყოს გამოსავალი, იმიტომ რომ ეხლა ნატო არ აპირებს ხო საქართველოს მიღებას, მით უმეტეს ამაზე საუბარი სასაცილოც არის, ნატო ყოველთვის ცდილობდა საქართველოს და უკრაინის გამოყენებას იმისთვის, რომ ჩვენ გამაღიზიანებელი ფაქტორი ყოფილიყავით რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის სტრატეგიული მოთმინება გაეტესტა აი ჩვენი მეშვეობით და რა მივიღეთ 2008 წელს ამით და აგერ უკრაინა დასწრებულოს ყველა კარგად ხედავთ. ანუ როცა მოუნდა ნატოს ფინეთის მიღება 2-3 თვეში მიიღეს. ამიტომ აი ჩვენ აქეთ თურქეთის რეგიონალური ძალაუფლებაც გაიზარდა, იქეთ რუსეთი ომს ვერ ამთავრეს, მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობა და ჩვენ კიდევ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ ერთადერთი და ჩვენ ეს მე მგონი შეგვიძლია, იმიტომ რომ მე ვამბობ ხოლმე ამას, რომ აი ჩვენ იმდენი ისტორიული აი ეს გასაჭირი და იმდენი ომი გვაქვს ზოგადად გამოვლილი, რომ აი ჩვენ ქვეცნობიერში არის დალექილი აი ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი გვაქვს საკმაოდ გაძლიერებული. კი, ყველა ადამიანს და ყველა ერს აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ერი და სახელმწიფო ვერ გადარჩა და ჩვენი ეს გამძაფრებული გვაქვს რა. აი როგორც იტალიელებს აქვთ მაგალითად ბავშვობიდან ამდენი შეტევს რო უყურებენ გამძაფრებული აი ეს ხელოვნების აღქმა და იმიტომაც ხავთ ამდენი ხო დიზაინერი, მხატვარი და აი ეს ამ ინდუსტრიაში დაკავებული ადამიანი წარმატებული. იმიტომ რომ ბავშვობიდან ამას უყურებდნენ. ჩვენ შემთხვევაში ეს თაობების დალექილი ის არის თვითგადარჩენის ინსტინქტი და ჩემი აზრით მაინც ჩვენ შევძლებთ ამას და მოვახერხებთ რომ აი მშვიდობა იყოს ქვაკუთხედი რეგიონული განვითარების და აი მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ საკმაოდ სწორი განცხადება და სიტყვა წარმოთქვა თურქმენეთში სამშვიდობო კონფერენციაზე, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ იმის მიუხედავად ან იქ იჯდა სხვათა შორის რუსეთის პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის ეს ორი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული არ მორიდებია ამ სიტყვას. როგორ ბოდიში? არ მორიდებია სიტყვა ოკუპაცია. ხო, არ მორიდებია ეს ყველაფრისთვის თავის სახელი რომ დაერქმია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ამ ყველაფრის მიუხედავად მშვიდობა იქნებაო ჩვენი განვითარების
ესე იგი რომ ეგზისტენციალური აუცილებლობაა რაღაცა ესე თქვა ძალიან კარგი აქცენტი და ეს პრინციპში გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. გიორგი, უღრმესი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ფაქტობრივად ცხელყვალზე გამოვედით და ის პროცესი ჯერ არც დასრულებულა, ესე იგი ღამით გადმოიყვანეს, როგორც ვისაუბროთ ეთერის მიღმა, ეხლა ბრუკლინში იმყოფება ვენესუელას პრეზიდენტი, ну, ყოფილი თუ არ ვიცი, ეხლა მას რა სტატუსი მიცემენ, ფაქტია რომ უკვე დაკავებულია, დაპატიმრებულია, რა განაჩენს გამოიტანს ამერიკის შეერთებული შტატების და კერძოდ მანჰეტენის სასამართლო აქ მარჩიელობა ნამდვილად ზედმეტია, ფაქტია რა შედეგი დაიდება, მაგრამ თქვენ კარგად ახსენეთ, რომ იქნება მეორე ტალღა, მესამე ტალღა, ამითი სიტუაცია ნამდვილად არ დაარეგულირდება თავად ვენესუელაში და ძირთადად სამხრეთ ამერიკაში. ასე რომ ბევრი რამ შეიცვლება, ძალიან უცნაურად დაიწყო ეს წელი, შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად, მაგრამ თქვენ სწორედ თქვენს კანონზომიერება იყო აქედან მიდიოდა ეს ყველაფერი და მე მოხარული ვიქნები თქვენი ჩემთან სტუმრობისა ყოველთვის იმის და მიხედვით თუ დრო გექნებათ ამისი. ბუნებრივია ვიცი რომ ძალიან საინტერესო პროექტით ხართ დაკავებული და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ და გილოცავთ. უღრმესი მადლობა ნიკოლოს, მშვიდობას გისურვებთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და მაყურებელსაც მინდა ანალოგიურად ყველაფერი საუკეთესო უსურვო. აბა დროებით, მხოლოდ დროებით გემშვიდობებით. დროებით, მადლობა.